გოგოებო, ეს გაიგეთ? დიანა ხო? სულ ჩვენ გვიყურებენ. და გერა, საერთოდ არ მიშვებს არსად, სულ ჩემთან საუბარი უნდა. და მარკუსი? გამარჯობა მეგობრებო. გოგოებო, გაჩერდით. რა მეგობრები? ასე უცბად ვერ დავმეგობრდებით. და სხვადასხვა ჩვენს გასახდელში რას აკეთებთ? ჩვენ არ დავმეგობრდით. ეგ როგორ ხომ შევრიგდით? და ახლა ერთ გუნდში ვართ. დიანა? მოიცადეთ ვირთხებო, კი, შევრიგდით, მაგრამ არ გვითქვამს რომ მეგობრები ვიქნებოდით. თქვენთვის, ჩვენთვის. ხო, ჩვენ მეამბოხეები ვართ და თქვენ ვირთხები. და რაღაცებს ნუიღებთ ნებართვის გარეშე. ხომ შევთანხმდით რომ ვირთხებს აღარ დაგვიძახებდით. სახელები გვაქვს. და რადგან შევრიგდით, სულ ერთად უნდა ვიყოთ. ხო, და ჩვენ კარგი განზრახვით ვართ აქ მოსული. რომელი კარგი განზრახვით? სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ გენდობით თქვენ. ხო, თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი. და რადგან შევრიგდით, ეგ იმას არ ნიშნავს რომ მეგობრები ვართ. უბრალოდ ცუდ რაღაცეებს აღარ გავუკეთებთ ერთმანეთს და ჩვენს კარგად მოგიქცევით. კარგად მოგვექცევით? დიანა, უბრალოდ გაიხსენე, ერთად რამდენი რაღაც გვაქვს გამოვლილი. დიანა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. რთულია ამის დაბრუნება? დაბრუნება? მომისმინეთ, ისე ვეღარ იქნება როგორც წარსულში იყო. ჩვენ მეამბოხეები ვართ, თქვენ ვირთხები ლეილა და იანა. ჩვენი ადგილის დაკავებაზე არც იოცნებოთ. თქვენ მეამბოხეები ვერასდროს გახდებით. გოგოებო, არ ვცდილობთ რომ მეამბოხეები ვიყოთ, მაგრამ თქვენს თვალის გახელას ვცდილობთ. შეიძლება ეგ გამოვტოვოთ? ყველაზე ყველაფერი ვიცით. გოგოებო, თუ ჩვენი ძველი შეყვარებულების ქება გინდათ, არც კი სცადოთ გაფრთხილებთ. არა, მაგრამ დიანა, ეგ სმაილი საშინელი ადამიანია. ხო, დიანა, შენს ადგილას რომ ვიყო, ფრთხილად ვიქნებოდი. იმდენი რაღაც გააკეთა და ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია. ეგ ბევრჯერ მაქვს გაგონილი და ახლა ამაზე საუბარი ნამდვილად არ მინდა. ჩემი ურთიერთობა სმაილთან იდეალურია. იდეალური. ხო, და ერთი სიტყვაც არ თქვათ ტიმურზე და გერაზეც არ მესაუბროთ. კნოპა, შენი ტიმური ლუზერია. სმაილის მა არის და ეგ ყველაფერს ამბობს. დიანა, მარკუსი საუკეთესო შეყვარებული იყო, ვინცოდეს მე ყოლია. ინანებ თუ დაკარგავ. გოგოებო, უკვე გითხარით, მარკუსზე არაფრის მოსმენა არ მინდა. და მიუხედავად იმისა, რომ სიმპათიურია, მასთან ერთად მაინც არ ვიქნები. და რადგან შევრიგდით, იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრები ვართ. ამიტომ გადით ამ ოთახიდან. მეამბოხეებო, მორჩა ეს დასასრულია. მასკოტ, რა მოხდა? დაგავიწყდა რომ უნდა დააკაკუნო სანამ შემოხვალ? ჩვენი მეგობარი ხარ, მაგრამ ბიჭი ხარ და სხვანაირია. დავაკაკუნო, ჯერ თქვენ მოთამაშეებს უთხარით, რომ კარგად მოიხსნენ. Yes, მასკოტ, ნუ იტყუები, ნუ გვეხუმრები. მეგონა კალბურთელებთან კარგად იყავი. გინდოდა რომ მათ დავბრუნებოდით და გვეუბნებოდი, გოგოებო, ძალიან მაგარი იქნება და ახლა რა შეიცვალა? რა მოხდა საერთოდ? არაფერი, უბრალოდ როცა ჩემი დახმარება ჭირდებოდათ, ყოველთვის მე მეძახდე. მასკოტ, ახლა კიდე რა შვებია? დამცინიან, ამას მე არ გავატარებ. კარგი მასკოტ, დაველაპარაკები. დიანა, გითხარით რომ პრობლემური ურთიერთობა გაქვთ. ხო, უბრალოდ მარკუსთან ურთიერთობა შეადარე. გოგოებო, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. კარგად, მეამბოხეებო. გნახავთ. ვირთხებო, ლეილა, წარმატებას ვერ მივაღწევთ. იანა, მივაღწევთ წარმატებას. დიანა ასე გვესაუბრება, მაგრამ მის თვალებში ვკითხულობ. მარკუსი, მის თვალებში? ხო, იანა, და თუ შენ ვერ ხვდები, მენდე, კარგი? კარგი, წავიდეთ? წამო. ესე იგი დღეს არავინ არ მოვა? რაიან, გამარჯობა, მოვედით. ხო, აქ ვართ. მე არ ვიცეკვებ, უბრალოდ ვუყურებ. საათისფერო და დიმა მიხარია რომ მოხვედით და კოსტა შენ შეგიძლია იცეკვო. ხო, კოსტა შეგიძლია შემოგვიერთდე. დიმა პარტნიორი არ მყავს რომ ეცეკვო. კარგი მეგობრებო, საკმარისია, ჩემ გაკვეთილზე არავინ არ გამოთობს. კარგი, რაიან, დავიწყოთ, ნელცეკვას გვასწავლი? საათისფერო რა ნელიცეკვო? არა, ნელიცეკვო კარგია, მაგრამ სპეციალურ ადგილებში, დაბადების დღეზე, გამოსაშვებ საღამოზე, სკოლის ცეკვებზე და ასე შემდეგ. ჩვენი ქორწილისთვის. საათისფერო რა ქორწილი, ჯერ ძალიან ადრეა. დიმა, ხომ გესმის ამ ცეკვას რომ ვისწავლით, ქორწილის დროც მოვა. ცოტა დრო დარჩა. მეგობრებო, მოდით. კოსტა დაიჭირე. ეხლა ერთმანეთის პირისპირ დადექით და ნაბიჯი გადადგით. დიმა, მიდი. დიმა, შენი ხელი შეყვარებულ წელზე მოხვია. 1 2 3 4 1 2 3 4. დიმა, ფრთხილად. საათისფერო ეს პირველი გაკვეთილია. არა უშავს, ასე თუ გააგრძელე 10 წელში ვისწავლით. 20 წელში. კარგი, გაჩერდით. დიმა, რითმი საერთოდ არ გესმის. რითმის მიხედვით უნდა იმოძრავო. კარგი, ახლა მე შემომხედე.
კოსტო, მე ასევე როზოს ვერ ვიცეკვებ. 1 2 3 1 2 3 ხედავ დიმა რაიანისავით უნდა მოძრაობდე. ო დიმა ძალიან უხეშად ცეკვავ. საათისფერო იქნებ ჩემაგიბრად რაიანზე დაქორწინდე. არა დიმა მე შენ მიყვარხარ. არა მეგობრებო ძალიან ბევრი ვარჯიში დაგჭირდებათ. კოსტა შენ რატო არ ცეკვავ ვადექი? ვისთან ვიცეკვო არ მყავს შეყვარებული. კოსტა შეყვარებული თუ არ ყავს ეს დაждომის მიზეზი არ არის. ჩემთან ერთად იცეკვებ. ხო კოსტა რაიანთან ერთად იცეკვებ. არა ფეხები მტკივა. აბა ვილაპარაკოთ. კალათბურთელებო. კარგი ვილაპარაკოთ. შენ ისევ არ მოგვეს და ჩემნაირად ჩაცმა. მომისმინეთ ჩვენ ტერიტორიაზე ხარ. ჯობია რომ უფრო ჩუმად იყოთ. და საერთოდ მე ამბოხები ახლა ჩვენი შეყვარებულები არიან. ამიტომ ამ ტერიტორიაზე არაფერი გესაქმებათ. შენნაირად არავინ არ გამოიყურება. მგონი პირიქით. შენ ასეთი მამაცი რატო ხარ? ჯერ შენი ბურთი გარეცხე. ეს შენი საქმე არ არის. ჩვენ გვინდოდა ამ სკოლაში მოსვლა და მოვედით და ყოველ დღე მოვალთ და მაინც ვერავინ არ შეგვაჩერებს. და სმაილ შენ პატარა რჩევასაც მოგცემ. ჯობია დიანას თავი დაანებო. რა, მეგობრებო, ეს სწორად გავიგე? ხო, სმაილ, გითხრა რომ დიანას თავი დაანებო. კარგი, აბა ცოტა ახლოს მოიწიე. კარგი, ამას თუ შეგითხო. ხუჯუჯა, მე სწორად ვერ ამარჩიე. კარგი შეღებილო, გაჩვენებს ხუჯუჯა. დიანა ჩემია და მას აღარ შეეხო. სმაილ, რატო გავჩერდით? დაწნარდი, ვითხები ყველაფერს მასწავლებელმა იქცეთყვიან. ძალიან გაგიმართლეთ. ლეილა, აი ნამდვილი ჩხუბი მე ამბოხეებისთვის. ისე ბიჭებო ფრთხილად უნდა იყოთ. მასწავლებელმა მაიკმა არ გაიგოს ამ ჩხუბის შესახებ. მერე ვილაპარაკებთ, გაგიმართლეთ. მაქს ახლა არა. მოკლედ მეგობრებო, ეს ყველაფერი არ უნდა შერჩეთ. ხო, ვიცი. აბა, რა ხდება მე ამბოხეებთან? წამოდით, გეტყვით. სმაილ, უკვე ძალიან ზედმეტი მოსდით. ამ ხუჯუჯამ ჩემი დამსგავსება გაბედა, ძალიან მამაცია. სმაილ, გითხარი რომ მათ უკვე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაველაპარაკოთ, რომ აქაურობა დააუწყდეთ. ხო, მეგობრებო, ვიცი, მაგრამ დიდი კონფლიქტი არ მინდა, ამიტომ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. გითხარით, გოგოებთან რა ხდება, დაელაპარაკეთ? პროცესში ვართ, 1 დღე მაქსიმუმ 2 და თქვენი იქნებიან. ჩვენი ნაწილი გავაკეთეთ. აბონემენტები ვიყიდეთ, ამიტომ ახლა თქვენი ჯერია. იმიტომ რომ ეს მოთამაშეები ძალიან მამაცები არიან. რამეს ხوار გვატყუებთ? დამშვიდდით. ყველაფერი კარგად იქნება. 1 დღე მაქსიმუმ 2. ხო, გეფიცებით დაშროდებიან კალათბურთელებს და დაიბრუნებთ თქვენ. იმედია, ბიჭებო, წამოდით. იცით, სადაც უნდა გვიპოვოთ და ახალი ამბები თუ იქნება გითხარით. და ტყუილი არც გაბედოთ. გოგოებო, ეგრე ნუ დგახართ. დამღალეს. ლეილა, ჩვენს აბონემენტებს დავკარგავთ? არა,იანა, არაფერს არ დავკარგავთ. ყველაფერს გავაკეთებთ. და მაგას როგორ გავაკეთებთ? კალათბურთელები უყვართ და ეს ბიჭები საერთოდ არ ადარდებთ. კარგი, მაშინ ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ ადარდებდეთ. წამწამის დაგრძელება მინდა. აუ, ხო და მე ტუჩის დაბერვა, ძალიან დიდი ხანია მინდა. კარგი,იანა, ვირთხები. არ ნებდებიან. ხო და ისე გავაკეთებთ ყველაფერს როგორც ვიტყვი. დიანა, გეუბნები ვირთხები რაღაცას გეგმავენ. ხო, დიანა, არც მე არ ვენდობი. გოგოებო, ზედმეტი არ იფიქროთ ამაზე. შვიდობა გვაქვს, მაგრამ მეგობრები არ ვარ. გოგოებო, წავიდით. დიანა, უკვე ვეღარც მომჩნევ. კნობა, აღარ მელაპარაკები. ნასწია. მომისმინე მარკოს, მგონი გესმის. ურთიერთობაში ვარ სმაილთან, ამიტომ ჯობია ერთმანეთის საერთოდ აღარ ვნახოთ. იგორ, დამთავრდა ყველაფერი. და გერა, ასე ნუ მეძახი. ნასწია. კარგი, ნასწიას დაგიძახებ. საყვარელო, მოდი ჩვენ ურთიერთობა დავაბრუნოთ. ეს კალათბურთელი ამ ყველაფრის ღირსი არ არის. ისინი პროვოკაციას გვიკეთებდნენ ჩხუბისთვის, მაგრამ არ ჩავერიეთ. გოგოებო, ამ ყველაფრის გამო ძალიან მწუხართ და ბოდის გიხდით. მომისმინე მარკოს, ჩვენ ერთად აღარ ვიქნებით. ძალიან კარგი და სიმპათიური ბიჭი ხარ და იმედი მაქვს შესაფერის გოგოსაც იპოვი. მართლა. გერა, აღარაფერზე აღარ დამირეკო იცოდე და აღარ დამიძახო. კარგი ბიჭებო, ამაზე ვისაუბრეთ. ხო, იმედი მაქვს აღარ გნახავთ. გოგოებო, უნდა წავიდეთ ახლა. წავედით. მეგობრებო, კალათბურთელებს თავი დაანებეთ, დაგირხევათ. ჩვენ კალათბურთელების არ გვეშინია, საერთოდ არავისი არ გვეშინია და ჩვენ არ დავნებდებით. დიანა, მაინც დაგიბრუნებ და ჩემი გახდებ. ნასწია. ჯიჯი, ბიჭები იყურებიან. ხო, გვიყურონ, ლუზერები. თქვენი შეკვეთა გოგოებო, მადლობა პიცა. აი საათისფერო შენი მოხიდო. ხურდის გარეშე აის, ისე დავიღალე ამ საქორწილო ცეკვის შემდეგ. ხორცილის ცეკვა? წვანე, მარტო რატომ ხარ? დიმა ძალიან დაიღალა, ვარჯიშობდით ჩვენი საქორწილო ცეკვისთვის. აის, რაზე საუბრობს? არ ვიცი, საათისფერო, რა ხორცილი, რა ცეკვა, შენ და დიმა ისევ მოსწავლეები ხართ. აის, არაფერი გესმის. დიმა ისეთი მოუხერხებელია, სანამ ეგ ცეკვას ისწავლის, ჩვენი ხორცილის დროც მოვა. უბრალოდ წინასწარ ვიფიქრე.
აი ის იქნებ ჩვენც გავიაროთ ეს კლასები. არა, პიცა მე არ ვცოქო. გონდი გონია რომ ეგ უნდა გავაკეთოთ? ხო, ჩვენი რეპუტაცია უნდა ავიმაღლოთ და უარი რომ გითხრან, დამიჯერე, ლუზერები უარს არ გვეტყვიან. პატრიკ, ახლა ასე უნდა ვიждეთ ხოლმე აქ ლუზერები ვით. ბრაუს არ ვიცი, ჯიჯის გარეშე ამდენს ვეღარ გავძლებ. ხო, ვეღარც მე ჯულის ვუყურებ და ტერილი მინდება. ჯული შევთანხმდით, დღეს კინოში მივდივართ და შაბათს კლუბში. ხო, ჯიჯი, თან მოკლე ქვედაბოლოებით. ლუზერებო, გამარჯობა. ხო, ბაყაყებო. პირველი რიგის ბილეთები ჩრილდერების შეჯიბრზე. მოდი ხართ? მოიცადე ჩრილდერების შეჯიბრზე? მოიცა ბიჭები იქნებიან? რა თქმა უნდა იქნებიან. პირველი რიგი ყველა ბიჭს დაინახავთ. აბა, მოხვალთ? მოვალთ. თქვენ გიგულშემატკივრებთ და ახალ ბიჭებსაც გავიცნობთ. კარგი შეჯიბრზე გნახავთ. ბროუს, კომბეშვები ჩვენთან მოდიან. ბონდი, იქნებ მათ ბილეთები არ მივცეთ. არა, გვჭირდება მხარდაჭერა. ხო, წამოვალთ, ჩვენი გოგოების უკან დავსხდებით. ეს უკანა რიგის ბილეთებია. ხო, მოდით და გვიგულშემატკივრეთ. ძალიან ბევრი ლამაზი გოგო იქნება. ბოლო რიგი, მაშინ არ მოვდივარ. არა, კვადრიკ, მაინც წავალთ და ჩვენ გოგოებთან ერთად დავსხდებით. ეგ როგორ უნდა გავაკეთოთ? იქ საერთოდ ახალ ბიჭებს გაიცნობენ. არა, იქ ვერავის ვერ გაიცნობენ, იმიტომ რომ მათთან ერთად ვიქნებით. 4 ბილეთი დარჩა. ვინ დავპატიჟოთ? მასწავლებელი მაიკი, რომეო. არა, ახალი ბიჭები. რომეო, ფეხბურთელი. რომეო, სუსტად ასე წარმოგიდგენდი ხოლმე. ჩავხუდით და ბურთით ხელში. ახლა კარგი დაცვა გჭირდება და მაგარი სპორტსმენი გამოხვალ. ხო, ბიძია მაიკ, ახლა მაგარი ვარ. გადავწყვიტე რომ ფეხბურთელი ვიყო. ეს მართლა ჩემთვისაა. რომეო, გიყურებ და ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. საბოლოოდ მივხვდი რომ სპორტსმენობა ძალაუფლებაა. ხო, ბიძია მაიკ, მე საუკეთესო მოთამაშე ვიქნები. ჯგუფის კაპიტანის გავხდები და დიანას საბოლოოდ შეუყვარდები. რომეო, არა, რა დიანას შეუყვარდები, დიანა უნდა დაივიწყო. ფარიკაობასა დაგარეგისტრირებ. რა? სპორტის ინდუსტრია იმისთვის არ არის, რომ გოგოებს მოეწონა, იმისთვის არის, რომ ჩემპიონი გახდე. არა, ბიძია მაიკ, ფარიკაობა არ მინდა, მოთამაშეობა მინდა. არა, რომეო, შენ ფარიკაობაზე წახვალ. დიმა საათისფერი ხუმრობდა. არა, კოსტა, საათისფერი არ ხუმრობდა. იცი მე რა ჩამჩურჩულა, ვის დაპატიჟებას აპირებდა ჩვენ ქორწილში და როგორი კაბა უნდა რომ ჩაეცვა. ძალიან დიდი ფანტაზია ქონია. რომეო, ჩაფხუტი მოიხსენი. არა, მე ფეხბურთელი ვარ. რომეო, შენ ჩაფხუტი რატო გიგეთია? მასწავლებელო მაიკ, რომეოს ჩვენი ბურთი დავარჯიშებთ. არა, მე მეკეთება ჩაფხუტი და ამ გუნდის კაპიტანიც გავხდები. მეგობრებო, რომეო უბრალოდ ცოტათი დაბნეულია, ის ფარიკაობას აპირებს. მომისმინე, ეს დამიფუნე და რომეო, შენთო ფეხბურთელობა გინდა, მაშინ ჩემნაირი სწრაფი უნდა იყო და ჩემნაირი ძლიერი. მე სწრაფიც ვარ და ძლიერიც. რომეო, ეს ძალიან კარგია, სისწრაფე და სიძლიერე ფარიკაობაშიც გამოგადგება. ჩვენი უთავს მეორეჯერ აღარ შეეხო. მეგობრებო, არ ვიცი თქვენ რას აპირებთ, მაგრამ მე ამ ფარშევანგებს ახლავე უნდა დაველაპარაკო. სმაილ, მე შენთან ვარ. რას გულისხმობ, შენ უნდა მოაგვარო, ყველა მოვდივართ. კალბურთელებო, გამარჯობა. საყვარელო, გამარჯობა. კნობა, იმედია ეგური არ გაწუხებდა. გოგოებო, მერი სად არის, სკოლაში რატო აღარ დადის? სმაილ, მაქს, მერი ბებიამისთან წავიდა დღეს. კარგი, ხო, კიდევ კარგი სლავასთან ერთად არ არის პაემაზე. როგორი იყო ვარჯიში? ცუდი. რატომ? იმიტომ რომ ისახლები შემოვიდნენ, არ მოხსოვს სახელები. სმაილ, მათ ესაუბრები? დიანა, შემოვიდნენ და ჩვენ ურთიერთობაზე გველაპარაკებოდით. და მე ძალიან გაუმართლეთ, ვირთხები შემოვიდნენ. ვირთხები რო არა დამიჯერეთ, ისინი ამ სკოლაში მეორეჯერ შევასვლას ვეღარ გაბედავდნენ. ხო, ისინი ძალიან იხულიანები არიან. კარგი, ბიჭებო, დაამთავრეთ, ახლა ჩვენ გამოვიცვლით და ვივარჯიშებთ. კარგი, ტიმურ, მე რეგნახავ. კარგი, საყვარელო, კარგად. მისმინე სმაილ, გთხოვ, რაღაც უნდა გითხრა, მარკუს და მის მეგობრებს რომ ნახავ. არაფერი არ გააკეთო რა. საყვარელო. სმაილ, ამ სკოლაში ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. შვიდად რაღაცების მოგვარება მათ არ უნდა. ჩვენ მხოლოდ მათთან ლაპარაკი გვინდა. ბიჭებო, ამ სკოლაში კონფლიქტი არ იქნება. კალბურთელებო, თქვენი შეყვარებულები არიან მე ამბოხეები. ამიტომ ჩვენს ყოფილებთან სასაუბრო არაფერი გაქვთ. კარგი, მაგრამ დიანა თუ ლაპარაკს გვიგზავნოს, მაშინ დიანას მოუწევს მოაგვაროს, რომ ამ სკოლაში აღარ შემოვიდნენ. სმაილ, აქ მე და შენ ვართ, მარკუსზე არ იფიქრო, გეუბნები. კარგი, არ ვიფიქრებ, მეგობრებო, წავედით. გოგოებო, საინტერესოა, როდის შეწყდება ეს ჩხუბები? ხო, დიანა, ბიჭები ასეთები არიან, გოგოებისთვის მზად არიან იჩხუბონ, განსაკუთრებით მე ამბოხეები. მასკოთ გნახავთ.
კალათბურთელებო, არ დამელაპარაკოთ. ამ თამაშის თამაში შენ თვითონ გინდოდა. გოგოებო, მოდით ვივარჯიშოთ. მასკოტ, ყურადღება არ მიაქციო, ხუმრობენ, მართლა. გოგოებო, გამოვიცვალოთ. ხო, ეს ურთიერთობები ზედმეტი ენერგიის ხარჯვაა. მე ამბოხებო, უი, ვარჯიში გაქვთ. სულ ერთი წუთი გჭირდება. სულ ვიღაც მიდის და მოდის ვარჯიშს როდის დავიწყებთ. ლეილა და იანა, ახლა რაღა მოხდა, ჩვენთან ერთად ვერ ივარჯიშებთ. ხო და მეგობრებიც არ ვიქნებით. არა, მოვედით რომ მკითხოთ როგორ ხართ. და სხვათა შორის დიანა, იქნებ მარკუს დაუბრუნდე, მასთან უფრო მაგრად გამოიყურები. იდეალური წყვილი იქნებოდით, მართლა. არა. დიანა, მგონი რაღაცას აპირებენ ესენი. ხო, საერთოდ არ ვენდობი. მოდი უნდა შევწყვიტოთ საუბარი. გოგოებო, დამშვიდით, მათ ყველაფერი არ იციან. კარგი მეამბოხეებო, ჩვენ წავედით. ვარჯიშის შემდეგ გნახავთ. ხო, კაფეში გელდებით. გნახავთ. კარგი გოგოებო, გამოვიცვალთ. უი, სხვათა შორის დიანა, კიბეებზე შენი შეყვარებული სმაილი შეგხვდა, კინაღამ ხელი მკრა და დამაგორა. ხო, დიანა და მარკუსი ნამდვილი ჯენტლმენი, გოგოებს ყოველთვის პირველს ატარებს ხოლმე. წავედით. დიანა, მგონი მართლა რაღაცას აპირებენ ეს ვირთხები. ხო, მგონი თავს მართლა აღარ დაგვანებებენ. გოგოებო, ილაპარაკონ რამდენიც უნდათ. ჩვენი გადასაწყვეტია ვისთან ვიქნებით და ვისთან არა. კარგი, და თქვენ დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და ვივარჯიშოთ. წავედით. კარგად.